2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე $100,500,000 ღირებულების 147 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი გავიდა. Საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 12%-ით, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა. ქართული მინერალური წყლების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 6 თვეში $40,900,000 ღირებულების 84,800,000 ლიტრის სასმელი გაიყიდა. მას მოყვება ყაზახეთი $18,200,000-ით და უკრაინა $11,600,000 პროდუქტით. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან $99,700,000 ღირებულების 99,600,000 ლიტრი ტკბილი გაზიანი სასმელი გავიდა ექსპორტზე. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 23.7%-ით, ხოლო მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა. ქართული ტკბილი გაზიანი სასმელების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 6 თვეში $23 მილიონი ღირებულების 24,700,000 ლიტრი პროდუქცია გაიყიდა. მას მოყვება აზერბაიჯანი $12,900,000-ით და ყაზახეთი $15,600,000-ით და 14 მილიონი ლიტრი პროდუქტით. კრიპტოვალუტა საქართველოს ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროდ იქცა. საქართველოს ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ საქართველოში კრიპტობრუნვა $3-დან $5 მილიარდამდეა. დავით კიკვიძის თქმით, კრიპტოვალუტით შემოსული თანხები ირიბად აფინანსებს ეკონომიკას, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კი განსაკუთრებით მაღალია მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც კრიპტოვალუტას ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. უცხოელი ტურისტისთვის საქართველო აღარ არის იაფი მიმართულება. ამის შესახებ BMG-სთან კოსტე ჰოტელ გრუპის დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე აცხადებს. მისი თქმით, სასტუმრო სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საფასო მიმართულებით ქვეყნის იმიჯის ცვლილება დარჩა. ამასთან მისივე ინფორმაციით პირველი კვარტლისგან განსხვავებით, რომელიც ირანში მომხდარი მოვლენების გამო ჯავშნების მასობრივი გაუქმებით დაიწყო, მაისიდან სექტორში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში სასტუმროების დატვირთულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ასევე გაზრდილია ინტერესი ევროპიდან, სომხეთიდან და სლავური ქვეყნებიდან. ტურისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ დამატებით სერვისებს, როგორიც არის კვება და ქალაქის ტურები.